მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით ჩკადუა და ეს არის გაგრელის პოდკასტის პირველი ეპიზოდი. დღეს იქნება ჩემი სტუმარი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. კარგი კაცი, ჩემი მეგობარი. კეთილი იყოს ჩემი ფეხი. მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის, სანდრო. Ცოცხლი. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ საქართველოს კანონზე, რომელიც მიიღეს ეგრეთ წოდებული რუსული კანონის შემდეგ მალევე, ეს იყო 3 ოქტომბერი და კანონი, რომელიც გულისხმობს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონს, რომელიც საბოლოოდ ისე დაალაგდა, რომ ცენზურის დაწესებას უფრო გულისხმობს, ვიდრე იმას, რომ სიტყვაზე რაღაცა ღირებულებები დაიცვა. მაგრამ მანამდე მინდოდა რომ სოლიდარობა გამომეცხადებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ დღეებში აქციებზე აკავებენ ამ ადამიანებს და სოლიდარობა გამოუცხადო პირველ რიგში და ძალადობენ ამ ადამიანებზე. ჩვენც მათ გვერდზე ვიდექით ამ დღეებში და ცოტა გადაღლილები კი ვართ, მაგრამ როგორღაც მოახერხეთ შეკრება. კაი, გადავიდეთ მაშინ უშუალოდ კანონზე. ბევრი დაიწერა იდეაში ამაზე სოციალურ ქსელებში, სანდრო, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებლები, ლექტორები წერენ, რომ შეიძლება დადგეს რაღაცა მომენტში ისეთი სიტუაცია, რომ რაღაცა ობიექტური დამკვირვებელი, რომელსაც გულისხმობენ ამ კანონებით ეს ჩვენი ხელისუფალნი, ეგრეთ წოდებული, შეიძლება გახდეს ეს ყველაფერი ცენზურის წყარო და აიკრძალოს ესეთი ლიტერატურა, რომელიც ან ჰომოსექსუალი ავტორის დაწერილია, ან ჰომოსექსუალურ ურთიერთობაზე მოგვითხრობს. რამდენად რეალური გგონია ეს საფრთხე შენ პირველ რიგში აქედან რომ ამოვიდეთ და მერე გადავიდეთ უშუალოდ იმაზე, რა ქვია, კანონზე. გამარჯობა კიდევ ერთხელ. გამარჯობა ყველას, ვინც გვისმენს, უერთდები შენს გამოთქმულ სოლიდარობას და გამარჯობა იმ მოძრაობას, რომელიც ქართული ისტორიული გზის გაგრძელებისთვის იბრძვის და ეს არის გზა დასავლეთისკენ. რაც შეეხება მაგ კანონს, მე მგონია რომ ეს კანონი არის მთლიანად ტყუილი, ანუ არის აგებული წინასაარჩევნო პიარზე, რომელიც ერთგვარი სტრატეგია იყო ქართული ოცნების, რომ წინასაარჩევნოდ მოერგოთ ეს რაღაცა ფსევდოეროვნული, ფსევდოკონსერვატიული მოძრაობის როლი. რაც თავის თავში მოიცავდა მათ შორის თითქოს გარეშე უცხოური აგენტების დაფინანსების კანონს, ოღონდ ეს გარეშე აგენტები რიტორიკაში მუდმივად ჟღერდებოდა, რომ იყო დასავლეთი და არ ეხებოდა რატომღაც ერთი-ორჯერ ვითომ მაგალითისთვის ახსენეს, რომ რატომ აი რუსეთსაც ხო შეეხება, თუ ირანსაც ხო შეეხება და რა თქმა უნდა ეს სისულელეა და მეორე იყო ეს კანონი, რომელიც მერე მოაყოლეს, რომ ვთქვათ, აი ეს ეგრეთ წოდებული ალტინფოს ამომრჩეველი კიდე თავისკენ მეტად გადმოეყვანათ რა, ვიღაცებს დააჯერეს ალბათ. ხო, პრინციპში რეალურად ნახეთ კიდეც, რომ ალტინფოს მოუწია რაღაც დათმობა, დახურეს არხი. ხო, ну, რაღაცა 2% დააფიქსირა, ხო? მე არ მგონია რომ 5%-იანი მაინც გადაელახა ალტინფოს, მაგრამ ვთქვათ, კონსერვატიულად განწყობილი ხალხი ან და პოლიტიკურად არააქტიური და არაინფორმირებული ხალხი, ვინც უბრალოდ და უმრავლესობა ესეთი არის ხოლმე ქვეყანაში, ვინც უბრალოდ აი ერთმანეთში საუბრით იგებს ახალ ამბებს და არჩევს და აანალიზებს პოლიტიკურ ვითარებას. ხო, რაღაცა დოზით ისევ იმპათეტიკური მასში ვარ. ხო, აი მესიჯების დონეზე ეს მესიჯები შეუშვეს იმ ხალხთა, რომ ბავშვებს იცავენ ისგან, რა ქვია, LGBT თემისგან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავენ გარეშე ჩარევისგან და ასე შემდეგ. ამიტომ ამომავალი მგონია ამოცანა ამ კანონის მთლიანად არის პოლიტიკური პიარი წინასაარჩევნოდ. ამიტომ არ ვიცი ზუსტად როგორ გაგრძელდება, საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობას კომპრომისად ეს გადმოუხდონ ახლა, რომ ეს კანონები წაიღონ უკან. ოღონდ ესაც იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია რაღაც სიმწავის კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, იმიტომ რომ რაღაც მომენტამდე თუ არავინ შეეწინააღმდეგება, ბარემ იყოს. ოღონდ ამ ბარემ იყოსთან ერთად რა არის, აღსრულება არის მათ ხომ თავარი. აი მაგას ვკითხულობ იდეაში რა. ლექტორებმა და მასწავლებლებმა ყველაზე მძიმედ აღიქვეს ეს. რეალურად, იმიტომ რომ,
ობიექტური დამკვირვებელი უნდა განსაზღვროს ვინ უნდა განსაზღვროს ობიექტური დამკვირვებელს ვერ განსაზღვრა ვერანაირად. ნუ სასამართლომ უნდა განსაზღვროს იდეაში, მაგრამ ჩვენ ხა ამ მომენტში ვერ ვენდობით სასამართლოს, ამაზე ვართ შეთანხმებულები. აქედან გამომდინარე, უცებ სიტყვაზე რომ რომელიღაცა სტუდენტმა, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული გარკვეულ სახელისუფლებო ძალებთან, შეიძლება რაღაცა მომენტში რომელიმე ლექტორზე გადაწყვიტოს, შეიტანოს სარჩელი, რომ სიტყვაზე როცა ის მიხსნის მე ოსკარ უაილდსთან, რა ვიცი, გურამ ფარაჯანოვზე მიყვება, ან თავს მახვევს. ხო, თავს მახვევს ჰომოსექსუალიზმს. რეალურად ამ საფრთხეს ხედავენ ალბათ უფრო ლექტორები და მე ვეთანხმები აბსოლუტურად ამას. რა მომენტია, იცი, ნახე, აი ზუსტად მაგიტომ ვამბობ, რასაც ვამბობ. შენ კარგად მოგეხსენება, რომ იურისპრუდენციას უყარს სიტყვიერი სიზუსტე. იმ დონეზეც კი, რომ ქართული გრამატიკა და სინტაქსი ირღვევა ხოლმე იურიდიულ დოკუმენტებში და აბსოლუტურად სტილისტურად არასწორად წერია ხოლმე, მაგრამ იმისათვის, რომ აღსაქმელად იყოს ძალიან ზუსტი, იმიტომ რომ თუ წარმოიქმნება რაღაცა იურიდიული დავა, იქ კონკრეტული არგუმენტები წარმოიშვას ამავდროულად, ამიტომ არის ხოლმე ძალიან ზუსტი. ეგეთი განსაზღვრებები შემოტანა, როგორც არის ობიექტური დამკვირვებელი, აი რაღაცა იმ შემთხვევაში თუ და მერე ცოტა აი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას რო იძლევა, ხო? ეს არის ჩემი აზრით მართველი ძალის მხრიდან დატოვებული სივრცე, რომ ისე გამოიყენონ ან არ გამოიყენონ, როგორც საჭიროა. ანუ თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ეს არის მართლა კონსერვატიული ძალა და მართლა სულით გულით უნდა ამ ყველაფერს ახსრულება, მაშინ არ არის საჭირო აქ რაღაცა ობიექტური დამკვირვებელი ისა, ხო? ძალიან თამამად, მკაფიოდ შეიძლება მან ჩაიწეროს რაღაცა კომისია მეცნიერებისგან შედგენილი, ან თუნდაც პირდაპირ საპარლამენტო განათლების კომიტეტი ან რაღაც. პატარა პარალელი გავავლოთ რუსულ კანონთან. და ვთქვათ, რომ რეალურად იქ წერია, რომ შეიძლება ეს გადაწყვიტოს რაღაცა კომისიაზე იყოს საუბარი, ხა არა მაქვს რუსული კანონი თვითონ გახსნილი, ხა მაქვს გახსნილი ეს. რეალურად ამ კომისიის დაკომპლექტებაც პრობლემა იქნება, ამიტომ მაინც კომისია იქნება თუ არა, მაინც დაშანტაჟებისი არაღად მარტივად გამოყენებადი კანონი არის. კი, უბრალოდ ნახე აქეთ-იქით იტოვებენ სივრცეს. ერთი თავის კონსერვატულ ამორჩეველთან, რომ იმათმა არ მოთხოვონ აღსრულება, ამათ რო თქვან, რომ ნუ აი ობიექტური დამკვირვებელი არ გამოჩენილა და ვერ შეაჩერეთ და მეორე მხრივ, აქეთ რო თუ დაჭირდათ კონკრეტულ შემთხვევებში, ამიტომ ეს პოლიტიკური კანონია ჩემი აზრით და არა რაღაცა სამოქალაქო თუ საოჯახო ღირებულებების დასაცავი. რომ აი ვიზეც დასჭირდებათ იმისთვის манипуляციურად გამოიყენონ ეს კანონი და თქვენ რომ აი აქ ობიექტური დამკვირვებელი იყო და ეს ობიექტური დამკვირვებელი შეიძლება დაარქვან სრულად აი რა ვიცი ანონიმურად მიწერილ წერილსაც კი რაღაცა სკოლიდან მოგწერა შეიძლება თავის თავს მიწერონ არ ვიცი პრინციპი რა არის იცი აი რატოა ტყუილი ჩანასახშივე რა ანუ ტყუილის კი არა რომ არ გამოიყენებენ დასაცენზურებლად მაგრამ კანონი არ იმუშავებს აბსოლუტური პრინციპით ანუ იქ გამოიყენებენ სადაც დაჭირდებათ პოლიტიკურად სადაც დაჭირდებათ რატო ნახე იმიტომ რომ მაგ კანონში წერია ახლა ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენ მაგრამ ის რომ არასრულწლოვანთა შორის დევიაციური თუ რაღაც სიტყვა წერია არ ვიცი მოკლედ რაღაც ჰომოსექსუალური და ასეთი ეგრეთ წოდებული ურთიერთობების პროპაგანდა მათ შორის რაღაცა რაღაც ნუ პლუს 18 კადრების ამსახველი სცენების ამოჭრა და რაღაც ხო ახლა ზუსტი კინოდან ხო ტექსტებიდან რაღაცა ეგეთი ხო ეხლა ნახე რა არის არა ეგრეთ წოდებული ჰომოსექსუალური ისე როგორც თვითონ ამბობენ მაგრამ თქვა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების სექსის სცენები და ასე შემდეგ მოსულა არასრულწლოვანებთან ხო ანუ მაგაშია საქმე. ხო, ანუ ეგ ხო ხელოვნურად თითიდან გამოწოვილი ფორმულირება არის, იმიტომ რომ ეგ ხო ისედაც, ანუ რა ვიცი, მე მგონია ლიბერალი ხარ ადამიანი თუ არა, იცი რომ რაღაც ბავშვთან არ უნდა
პროგრამულად თუ არაპროგრამულად არ უნდა შეიტანო მაგალითად ეროტიული ფილმი, ხო, რავი, ამას რა თუნდა კანონი, ხო? კი. ან ვის შეაქვს? არა, ეგ კანონიც იქნება სავარაუდოდ, ეხლა არ მახსოვს. არა, აი ვის სად ვინაჩ რომელიმე სკოლაში ემანუელას უშვებენ? თუ ანუ მე იმაზე მე ეხლა გამახსენდა ერთ-ერთ ლექტორზე აღარ დავასახელებ სახელგვარს თქვეს, რომ ესო ერთ-ერთ უნივერსიტეტში ძალიან ცნობილში ის მას აჩვენებსო, რა ქვია, ბავშვებსო, სექსის სცენებსო და შეიძლება ამაზე აქვს სწორობა. ბავშვებს რას ქვია ეხლა? ბავშვებს ეძახდნენ იმათაც კულინარიელებმა რომ იარაღი ჩააბარეს 90-იანებში ბავშვებმა იარაღი ჩააბარესო. რას ქვია ბავშვებს? სტუდენტები, რომლებიც მაგალითად კინომცოდნეობას სწავლობენ სრულად კინოს ისტორიას. ხო, არა, ესენი არ სწავლობდნენ კინომცოდნეობას, მაგრამ ესმის რასაც ამბობ. ხო, ანუ ისინი ნახავენ ფელინისაც, მაგრამ ნახავენ გასპარნოისაც რა. კი. და ანალიზს თვითონ გააკეთებენ. ბავშვებთან მართლა რაც შეეხება არასრულწლოვანებთან, არც ისეთი, არც ასეთი არ უნდა შეიტანო. ცხადია. რავი. უბრალოდ მაგიტომ ამბობ, რომ ეს არის აი ისეთ ამომრჩეველში ემოციის გამოწვევა, რომ აი რა კაია ბავშვები დაცულები იქნებიან. ბავშვები დაცულები იყვნენ. ბავშვები დაცულები შეიძლება არ იყვნენ კონტროლო, ხო, ინტერნეტ, სოციალური ქსელები, TikTok-ი და კი, სადაც მართლა უკონტროლოა და ნებისმიერ დროს შეიძლება თვითონ შევიდნენ რაღაცა პორნო საიტებში. ხო, პორნოგრაფიული მასალა. მაგას, რავი, მაშინ მაგას ძალიან რთულია მაგის შეზღუდვა, ვერავინ შეზღუდავთ, ძალიან მაგრამ მუშაობენ კონკრეტულად ევროკავშირის ქვეყნები პორნოგრაფიის შეზღუდვაზე და რავი 1000 მეთოდი არსებობს პროქსებიდან დაწყებული, მოკლედ და რაც ბავშვებმა ძალიან კარგად იციან დამჯერებს დღესდღეობით. სამწუხაროდ არ არის კარგი, მაგრამ ეგრე. ამიტომ ეს კანონი არის აი ჰაერში შექმნილი პოლიტიკური რაღაცა კოზირი ვითომ, რომელიც ხო, ერთი მხრივ აკმაყოფილებს ეგრეთ წოდებულ კონსერვატიულთა კონსერვატიზმი კიდე, ცალკე საკითხია, ეგრეთ წოდებულ კონსერვატიულ ძალებს და მეორე მხრივ აქ თითოვებს იმის გაქანებას, რომ სიტყვაზე დააშანტაჟოს ადამიანები. ხო, ეგ არის თავარი. უბრალოდ მე მინდოდა პატარა პარალელი იმაზეც გაგვევლო, რომ რუსეთშიც რეალურად აქ აქციებზე იყო ერთი რუსი მოქალაქე გამოსული, რომელმაც თქვა, რომ რუსულ კანონის პერიოდში პირველი მაშინ მგონი წინა წლის მარტის პერიოდში, რომ მე ამ კანონს გამოვეკეციო იქიდანო და აქ რო ჩამოვედიო, აქაც იგივეს გაპროტესტება მიწევს. ხო და ანუ რაღაცა ეტაპით დაიწყო, იქაც მსგავსად რაღაცა აკრძალეს, მერე ეს გამკაცრდა, თან როცა კანონი უკვე მიღებულია, იქ ჩასწორებების გაკეთება არის ბევრად უფრო მარტივი პროცედურულად, იმიტომ რომ თუ სამი მოსმენა უნდა სიტყვაზე დამტკიცება. ისე თვალსა და ხელშუა ჩასწორდა. ძალიან გვიან გავიგეთ გამჭვირვალობის ეგრეთ წოდებულ კანონში, როგორ ჩაასწორეს, უბრალოდ დააზუსტეთ პერსონალური მონაცემები, რას გულისხმობდა და შეიტანეს აბსოლუტურად ყველანაირი მონაცემი. მათ შორის ისეთი რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება რაღაცები პირადად. ხო, აბსოლუტურად ყველა ეგ შესწორება იყო, უკვე აქციები ჩავლილი იყო, მე მგონი მე გააკეთეს ეგ შესწორება. კი. ეგ გააკეთეს, ხო, ნაწილი ჩავლილი იყო, დიდი მუხტი იყო გავლილი და მე ბოლო მოსმენის წინ ოპოზიცია რო აღარ დაესწრო საკომიტეტო განხილვას, იმას ქნეს, რა ქვია, ჩაასწორეს. ხო და აი კითხვა არის რომ ეს კანონი რამდენად შეიძლება ეს კანონიც პირველ რიგში რა რამდენად შეიძლება რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს ანუ ხო რაღაცა შეიძლება პოლიტიკური იარაღია ხო ეგ კანონი არ არის მომრიგებელი ეგ არის პოლიტიკური იარაღი რუსეთშიც მათ შორის ეგეთი დისკრიმინაციული კანონი არის პოლიტიკური იარაღი რატო ავხსნი ძალიან კარგად ვიცით ამ თვალით და ამ ასე ვთქვათ, ლექსიკით რო შევაფასოთ, როგორი გარყვნილება სუფევს რუსეთში, ხო? კი. როგორი რაღაცა, რა ვიცი, კონტენტი იქმნება, რა ისა აქვს, რა ქვია, ხვედრითი წილი სოფლიო პორნოგრაფიაში რუსეთს და უდიდესი. ეხლა რომ უბრალოდ ისე რა ქვია, ორღობის ის არ მინდა, თორე ნუ შემიძლია მაგალითები ვთქვა, კატასტროფები ხდება. არა, ხო, მაგალითები, ანუ უბრალოდ თეორიული თემა არის, თან ძირითადად ბოდიში გაწყვეტინებ ძირითადად იქით ძალიან დიდი წილი უკავია ბავშვთა პორნოგრაფიას. სწორად. ხო, არ ვიცოდი, მაგრამ არ მიყვეს. რა ტიპის წვეული, ეხლაც ხო რაღაც სკანდალებია ხოლმე, რა წვეულებებს აკეთებენ, როგორი ურთიერთობები აქვს, რა ისინი აქვთ, რა ქვია, აღვირახსნილობები და ასე შემდეგ.
რავი, მართლა გაუკვირდებათ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხა კირკოროვს ხო ჩამოართვეს ის ხო და არა, იცი რა არის, ანუ არ არეგულირებს ეგეთ რაღაცებს, ანუ თქვა პუტინისტური ელიტის ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის აღვირახსნილობას ეგ კანონი არ არეგულირებს. მაგრამ როგორც კი ვიღაცა ცოტა მოწინააღმდეგე ოპოზიციურად განწყობილი ხელოვანი რაღაც კოცნას მართლა შეიტანს ტექსტსა თუ კადრებში, მაშინვე მას დაარეკ. ანუ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური იარაღი პოლიტიკურად წინა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების სამართალად. უბრალოდ ამ კონტექსტში შეგვიძლია ალბათ განვიხილოთ ისიც შეჩვევის ეტაპი რა, შეგუების ეტაპი, ანუ სიტყვაზე როგორც არა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რაც მორალურად, ადეკვატურად მიგვაჩნია ადამიანებს იმ კომპრომისებზე წასვლა. კი, გულისხმობ უბრალოდ იმას, რომ ნუ ვიცით სხვადასხვა ფსიქოლოგიური მეთოდები, რომლებიც ითვალისწინებს ამას რა. რაღაცა მომენტში რაღაცას მისცემ, მე ამას შეაჩვევ, მე კიდე მისცემ, ამას ოვერტონის ფანჯარაც სიტყვაზე როგორც არსებობს და ასე შემდეგ რა. კი, რა თქმა უნდა. ხო, არა, ეგ პრინციპია რა, პრინციპითაც მუშაობენ თავრობებს, სადამდეც გაუვათ. სადამდეც გაუვათ, ზუსტად. და ამ კონტექსტში შეიძლება, რომ ნუ მე კიდე უფრო კარგად სამართავად სიტყვაზე მასების, მე ვფიქრობ ყოველი შემთხვევისთვის ესე რომ და ალბათ ეგრეც იქნება რაღაცა მომენტში, როდესაც მიხვდებიან, რომ ნუ ამაზე ხალხი ისე აღარ ბრაზობს და ჩვენ ეს არ უნდა შევირჩინოთ, არც ერთ არ შევარჩინოთ არც ერთ ვარიანტში, მაგრამ თუ შერჩა ღმერთმა დაგვიფაროს, მაშინ კიდე უფრო მეტის უფლებას მისცემენ თავს. თან მით უმეტეს ამ პერიოდში ახლა ეს ამბები თუ მაგათ შერჩათ, მაშინ რა ყველაფერს იზამენ მე, იმიტომ რომ არ ვიცი, მე რასაც ხედავ ეს დღეებია და ნუ წინა წელს კიდე ნაკლები იყო რა. ეს დღეები აქციებზე ეს არის კატასტროფა აბსოლუტური. ხო, არა, მე არ ვიცი, არ მინდა ახლა არნაირი პროგნოზების გაკეთება, მიმდინარე პროცესია და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება, ძალიან კაფეოა, მე მგონი საქართველოს გზა რა უნდა იყოს და ეს ჩვენ კი არა გადაწყდა საუკუნეების წინ, რა ვიცი, ჯერ კიდევ როდესაც ბერძნული კულტურით დაიწყო ქართული ცივილიზაციის მშენებლობა ბერძნულ კულტურასთან მჭიდრო კავშირით და რავი მას შემდეგ მიუხედავად ჩვენი პერიპეტიებისა, ყოველთვის მაკეთკენ მიდის საქართველო და ქრისტიანობა მაგის გამსაზღვრელი მათ შორის და არა რუსეთთან ერთმომეობის სხვათა შორის, იმიტომ რომ ზუსტად დასავლური ქრისტიანობა არის ჩვენი. უბრალოდ რის თქმა მინდა, იცი რომ როდესაც რეალობას შეაფასებ და გადახედავ, ძალიან ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი, რომელსაც არ აქვს დაბინძურებული ტყუილებით, ეგრეთ წოდებული ფეიკებით, ტვინი არ აქვს დაბინძურებული, ყველა მიხვდება, რომ ამ კანონის საჭიროება არ დგას. ანუ არ არის ეს კანონი რაღაცაზე მოგმული. აი აქ კანონში გვიწერია ისა, ძალიან სასაცილო არის რა. ბუზი შემოგვიფრინდა ეთერში. კანონში გვიწერია ის, რომ იკრძალება სქესის გადაკეთების, სქესის შეცვლის ოპერაცია რა და ნუ მამაკაცი და ქალი არის განსაზღვრული კანონით, ზუსტად რომ მამაკაცი არის გენეტიკურად რაღაცა და ქალი არის გენეტიკურად. და ნუ ჩვენ მე მგონი, ეხლა მე ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მე როგორც მახსოვს, ერთი მაგალითი გვაქვს საქართველოს ისტორიაში და ესეც არის ძალიან ადრე რა. და სხვათა შორის ამ ოპერაციას მე მგონია რომ არ ყოფილა არასოდეს. ხო, ნუ მე რაც ვიცი იმას ვამბობ. ეგ ანუ აი მართლა იმისავით არის რა კასპში აღარ იქნება. ხო. და ანუ არ დგას ეს კიდე ის რო აქვს რომ აი მოდი ბავშვი საყვანს, რა ბავშვი საყვანაზეა საუბარი, ხო საერთოდ რა ბავშვი საყვანაზეა საუბარი. სისულელე არის, ნუ ამაზე საუბარი არანაირად არ მიდის და ნუ მთავარი პროპაგანდის წყარო ეგ გახდა საბოლოოდ მაინც. ხო, პოლიტიკური პიარია რა. კი, პოლიტიკური პიარია. თუმცა ზუსტად ეს პოლიტიკური პიარისთვის მიღებული კანონი შეიძლება ძალიან მრავალმხრივ გამოიყენონ პოლიტიკური იარაღად. კი, როგორც მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ რა. როგორც რაღაცა ძალიან ცნობილი кейსი რომ ალ კაპონე რო გადასახადების გამო დაიჭირეს, ანალოგიურად რაც უფრო ბევრი პოლიტიკური ბერკეტი იქნება შენი მოწინააღმდეგის დასადანაშაულებლად და მის გამოსაჭერად, ასე ვთქვათ, მით უკეთესი მე ან ერთს გამოიყენება, ან მეორეს, ან იმას დააბრალებ, ან ამას თუნდაც პროფესურაში ვინც არის კრიტიკულად განწყობილი დააბრალებ, რომ აი იგივე შერაც თქვი, რომ რაღაც იმეებს აჩვენებს სტუდენტებს და ამითი არღვევს კანონს და გამოიჭერა ამითი. ხო, აი ეგ არის ჩემი აზრით. კარგი. სულ არ ადარდებთ სინამდვილეში რაღაცა ზნეობრივი მოწესრიგება საზოგადოებაში. სულ არ ადარდებთ, თორე სრულიად სხვანაირ რაღაცას გააკეთებთ. ხო, ნუ თან
ჩვენ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში გასაგებია მათი ზნეობრივი მოცემულობაცაც რო ვუყურებთ ესედაც ყველაფერიც ხადი არის. კარგი, მარტო ცენზურაზე რო არ გამოგვივიდეს მთელი საუბარი, მე მინდა ცოტა შევეხოთ განათლების საკითხსაც და ახლახან ჩვენ ვიცით რომ ამოიღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან ამოიღეს გარკვეული საკითხები განსაკუთრებით. ეს მოყვა ლიტერატურას, რეზონანსი მოყვა ლიტერატურას და ისტორიას. რეალურად ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ საქართველოს განათლების სისტემა არის ეგრე მოწყობილი, რომ სკოლებში ბავშვები სწავლობენ იმისთვის, არ სწავლობენ მარტო სასკოლო მასალას, უფრო მეტად კონცენტრირებული არიან საგამოცდო მასალაზე, რომლის ჩაბარებაც მოუწევთ. და რატომღაც ბჭყალებში ჩვენ ხედავთ, რომ ამ საგამოცდო მასალებიდან ძირითადად ამოღებულია ანტირუსული ლიტერატურული და ისტორიული ფაქტები. ისტორიული ამ შემთხვევაში 1832 წლამდე საქართველოს აჯანყებები და რაღაცეები და ლიტერატურიდან კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებები და სიტყვაზე შეიძლება ლიტერატურის შედევრი არ იყოს ყვარყვარე თუთაბერი, ხო, პოლიკარპე კაკაბაძის, მაგრამ ყვარყვარე არის ძალიან კარგი მაგალითი, ჩემი აზრით, ყოველთვის ეგ მაგალითი მომყავს ხოლმე, ყვარყვარე არის ადამიანი, რომელიც დროს ერგება. რაღაცაში ადანაშაულებენ, მე აღმოჩნდება, რომ მეფე გადავარდა და ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ ბჭყალებში რო ვთქვათ, გმირი გახდეს. ხო და აი ამასაც რო შევეხოთ ცოტა პირველ რიგში როგორ ფიქრობ მაინტერესებს რამდენად იმოქმედებს ამ მასალის ამოღება იმაზე რომ ბავშვები რამდენად მოაკლდებიან მსგავს ლიტერატურას და ისტორიულ ფაქტებს და მე დანარჩენს მე უფრო ჩავშლით რა. კარგი, დავაზუსტებ როგორ ხდება ეგ ამბავი. არასწორად მიმართა ისრები, ასე ვთქვათ. ეროვნული გამოცდების პროგრამაში ასე ვთქვათ, დატოვეს მხოლოდ ის საკითხები და ის მასალები, ხა იმ ავტორებისა, რომლებიც სხვა მასალებიც იყო, რომელიც ამოღებული იქნა, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სავალდებულო საკითხებად. ეროვნული სასწავლო გეგმა ისაზღვრება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია სრული მასალა, ეს ვთქვათ, ლიტერატურის მაგალითზე რო ვთქვათ, და ამ მასალაში არის გამოყოფილი საკითხები, რომელიც არის სავალდებულო. დანარჩენი უკვე მასწავლებელს უტოვებს თავისუფალ სივრცეს შემოქმედებითი მიდგომებისთვის, ხო? შეუძლია მან გამოიყენოს რაღაცა, არის ასე ვთქვათ, რჩევები, რომ აი რაღაც ეს შეიძლება გამოიყენოს, ეს შეიძლება გამოიყენოს, შეიძლება დამატებით გამოიყენოს რაღაც სხვა მასალა, რაღაცაც ახ კლას გარეშე ეს რაც წოდეთ, ხო? აქ ესე არ არის ახ. არის რაღაცა სავალდებულო, რაც ყველა მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს და არის არასავალდებულო, მაგრამ ამ არასავალდებულოს ძირითადად იყენებენ ხოლმე ასევე მასწავლებლები, მოყოთ თავთავისი მიდგომებით და ძალიან საინტერესოა როგორ. ჩვენ უნდა დავსვათ საკითხი, ხო და ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულ სავალდებულო საკითხებს ეხმიანება და ემთხვევა ერთიანი ეროვნული გამოცდების მასალა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეიცვალა სავალდებულო საკითხები და იქიდან ამოიღეს და იყო აქამდე ეგენი? აი ეგრეა კითხვა დასასმელი. მე ვაღიარებ, ჯერ ვერ მოვასწარი, რომ დამედარებინა ეს საკმაოდ დიდი დოკუმენტია, ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ბევრ რამეს ითვალისწინებს და არ შემიდარებია წინასთან განახლდა და იქ შეიცვალა სავალდებულო და ესე, თუ ჩასწორდა, თუ რა მოხდა მოკლედ რა, ანუ ეროვნულ გამოცდებზე გამოტანილი პროგრამა უკვე შედეგია, ასე ვთქვათ რა, მანამდე არის ეს ამბავი დამუშავებული. შემიძლია ეხა არის ის, რომ რეალურად ყოველწლიურად ხდება მსგავსი ცვლილებები, ალბათ უფრო იმიტომ, რომ
არა, ეგ ბუნებრივი არის, ხო, ბოლო დაიზრუნავ ერთი და იგივე სხვა გეცოდინება წინასწარ. აგიტო იცვლება, მაგრამ ხდება ისე, რომ სამ თემას ამოიღებენ ხოლმე, სამს ჩაამატებენ. და ახლა ჩვენ გვაქვს ფაქტი შემდეგი. სიტყვაზე ისტორიიდან ამოიღეს ძალიან ბევრი და თითქმის არაფერი არ ჩაუმატებიათ. ლიტერატურიდან ამოიღეს ძალიან ბევრი და თითქმის არაფერი არ ჩაუმატებიათ. გარდა იმისა, რომ ამით მასალა ძალიან მცირდება და ჩვენ ფაქტობრივად ეხლა ეროვნული საგამოცდო სისტემა შეიძლება არ მოგწონდეს და შესაძლებელი იყოს და განსაუმჯობესებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვსაუბრობ რაც გვაქვს იმ მოცემულობიდან. ანუ რეალურად იმდენად მცირდება, რომ სასწავლო ისიც არ რჩება რა, ბევრი არაფერი, ანუ რამდენიმე რაღაც რჩება, რასაც ისწავლი და მე აბარებ გამოცდას. რა არის, იცი განათლების უკითხე რამდენიმე ექსპერტს რა. ზოგი შეხედულება არის ეგეთი, რომ პროგრამაში ჩაწერილ 100 ნაწარმოებს, რომელსაც ვერ ასწრებ, ჯობია იყოს 20 ჩაწერილი და ის 20 სიღრმისეულად გაშალო და იმ 20 სწავლებისას დაიხმარო სხვა მასალა, ანუ პირობითად ვიძახი რაღაცა ილია ჭავჭავაძის პოეზიის შესწავლისას შეასწავლო განდეგილი, არ ვიცი, ან აჩრდილი, მაგრამ ამ კონტექსტის გასააზრებლად, მისი პოეტიკის გასააზრებლად, მისი სამოქალაქო პოზიციების გასააზრებლად დაიხმარო უკვე სხვა მასალები. და ამბობენ, რომ აი რაც წამყვანია კონკრეტულ წელს და სავალდებულო, ის გადადისო ეროვნული გამოცდების გეგმაშია. ეროვნულ გამოცდების გეგმაში რომ ბევრი ეწერა, იქ ბევრი არასავალდებულო იყო და რაღაც შემთხვევაში იწევდა პრობლემას, რომ ვიღაც მასწავლებელმა შეიძლება არ გამოიყენა ეს მასალა და მე ბავშვს შეხვდა გამოცდაში. ვერც დავადასტურებ, ვერც უარყოფ ამ მდგომარეობა. უბრალოდ მეც ახლა რომ დავინტერესდი ამ საკითხით, ვიღაცებს ვკითხე, რა ხდება, რატო ხდება. ერთი რაც ამიხსნეს არის ეგ, რომ ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის გამოძახილი. ამიტომ ძაღლის თავი უნდა ვეძებოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში. და იქ თუ შეიცვალა სავალდებულო მასალები, თუ იყო რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებები ისტორიის ნაწილში და აღარ არის, თუ იყო კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი და აღარ არის, აი ეგეთი რაღაცები თუ ხდება, ეგ უნდა გავარკვევთ. ხო, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ რატომღაც ის თემები, რომლებიც გავრცელდა. ხო, ისე ბოდიში რომ გაწყვეტენ, ეჭვი სინამდვილეში მაგან გამოიწვია, ხო, რომ რაღაცა საეჭოდ გავდა ეს თემები ანტირუსულ, ლიბერალურ, ეროვნულ ისეთ საკითხებს, რომელიც გვახსენებს ვინ ვართ, საიდან მოვდივართ. გინდა კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი და გინდა ისტორიული ფაქტები, ხო, იქ რაღაც 1811 თუ იქნება თუ აჯანყებები იყო, ბედნიერი იყო, ისტორიაში იყო კი რაღაცა ფაქტები კიდე საინტერესო, იყო ცვლილებები სამოქალაქო განათლებაში. მანდაც სამოქალაქო განათლებაში აღარ მინახავს, ხო, კი, მანდაც იყო ამოღებული რაღაცები, რაზეც თქვეს, რომ ეს პრობლემურია, ვთქვათ, უფრო მეტად სადაც იყო საუბარი ინდივიდუალურ უფლებებზე და თავისუფლებებზე და სახელმწიფო რავალდებულებაშია შენთან ისინი ამბობენ. ანუ რაღაცა პატერნი შეიძლება დაგეჭირა, რომ რაღაცით გავდა ერთმანეთს. ხო, აი უფრო ეგ იწოლდა ეჭვს. მე ანუ ჩემი აზრით ერთ-ერთ ტელევიზიასთანაც გავაკეთე ამაზე კომენტარი, რომ საქართველოში არიან განათლების ექსპერტები, არიან აპარტიული ექსპერტები, მათ შორის დამოუკიდებელი სანდო მწოდნე ადამიანები და უნდა მიყვნენ ამას ბოლომდე და დაადგინონ არის თუ არა მიზეზობრიობა ამაში პოლიტიკური, თუ ეს არის რაღაცა შეცდომა, რომელსაც სჭირდება განმარტება. ან უბრალოდ რაღაცეები დაემთხვა ერთი, იმიტომ რომ მაგალითად რა გითხრათ, რით გაგახაროთ, დატოვეს ილიასი. რაც საკმაოდ კრიტიკული ტექსტია ასევე, ხო? ამოიღეს ბედნია, ჩემო კალამო ამოიღეს. რაღაცა დატოვეს, ხო? შეიძლება ვიღაცამ ტენდენცია და ჩათოვოს, ხო, ჯერ არ მოუღიათ, მაგრამ მე ამოიღებენ. ნუ, მეტყვი რომ ილიასთან ბოდიში გაწყვეტინებ, ილია ჭავჭავაძე მით უმეტეს არის ისეთი სახელი, რომელსაც იყენებს ყველა. ყველას უნდა ილია ჭავჭავაძესთან ასოცირება. ანუ რეალურად ხდება ისე საბოლოოდ, რომ ილიას ну როგორც უფრო ახლო წარსულშიც რამდენიმე ადამიანს ბევრი რაღაცა ბრალდება. კი.
ანუ რეალურად რა იყო და როგორ იყო, ამაზე კიდე ძალიან დიდი თემა არის, ვერ გავშლით, მაგრამ იბრალები. ამიტომ რაღაცა ეხლა თლად ილიას ვერ მოსპობენ, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო სივრცეში. მაგრამ შეიძლება ილიას კრიტიკული ისინი დაფარონ რაღაცა მომენტში, მე ამ ლოგიკას რო გავუყვე ისე მინდა, რაღაც გაგებით ისიც განვიხილოთ და ესეც რა თქმა უნდა და დატოვონ ისეთი ნეიტრალური ტექსტები, რომლიდანაც ნაკლებად შესაძლებელი იქნება შენი თვალით დაინახო რა პოზიცია შეიძლება ქონოდა ილიას. კი, ანუ ზოგადად განათლები, ახლა განსაკუთრებით ანტისამთავრობო წინააღმდეგობაში რო ჩანან მოზარდები და ახალგაზრდები, კაფიოა ეგ, ხო? ნათელია. განათლების სისტემის რაღაცნაირად მოთოყვა გახედნას უხეშად ვიტყვი, რომ ეცდება სახელმწიფო სისტემა, ეგაც ნათელია. რა ფორმით იქნება? ამიტომაც არის ეს ეჭვები, რომ ეს ხო არ არის, ვთქვათ, მართული პროცესი, რაღაცნაირად წინასწარ გათვლილი იმისთვის, რომ ეს უფრო კრიტიკული ტექსტები უკან გადაიწიოს, უფრო რაღაცა ყვავილები და პეპლები წინ წამოვიდეს, ან და ისეთ ტექსტები, სადაც შეიძლება მეტად იყოს აქცენტი მშვიდობაზე, ნაკლებად თავისუფლებაზე და აი რაღაცა, ასე ვთქვათ, ფასეულობათა გადაფასება მოხდეს და ამის ინტეგრაცია მოხდეს თვითონ პროგრამაში. ხომ არ არის ვთქვათ ეს ეგრეთ წოდებული ჯენზის წინააღმდეგობა გამოწეული იმითი, რომ პაოლო იაშვილს ასწავლიდა მასწავლებელი. მანამდე და ეხა ამოიღეს მთლიანად საგამოცდო პროგრამიდან, ხო? და ვთქვათ, პაოლოს სწავლისას მის კონტექსტსაც ასწავლიდა, მის რეპრესიასაც და ასე შემდეგ. ან ხომ არ არის იმითი, რომ ვთქვათ, აი ლიბერალიზმს ასწავლიდა, რომ აი ილია იყო ლიბერალი და ვთქვათ, ამიტომ ლიბერალიზმი მამათა და შვილთა ომიც ამოღებულია ფაქტობრივად, ხო? რაღაცა პასუხი და ასე შემდეგ, სადაც ლიბერალიზმზეც არის საუბარი ზუსტად. ხო, აი, ხო არ არის ეს ელემენტები სპეციალურად მოცილებული, რომ არ ჩაჯდეს ბავშვის გონებაში რაღაცას არ კონდეს დადებითი არლიყი, რაღაცას უარყოფითი. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა და ძალიან საჭირო კითხვა. თუმცა ამას სჭირდება ექსპერტული პასუხი და არა რაღაცა ვთქვათ მიუხედავად იმისა, რომ შენს გაინტერესებს განათლების სფერო, მიუხედავად იმისა, რომ მეც ჩაბმული ვარ, რაღაც დონეზე კომპეტენცია აღარ მყოფნის, რომ სრულად შევაფასო. კი, მესმის ეს აბსოლუტურად. მაგრამ ეჭვი ლეგიტიმური. ხო, არა, ჩვენ რეალურად რაღაც კონკრეტულ იმას ვერ ვიტყვით ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მსჯელობა რო გავუშალოთ იქიდან გამომდინარე. კი ბატონო. მაგრამ მოდი მაშინ პატარაზე იმასაც შევეხოთ, ცოტა ნაკლებად პოლიტიკურ კონტექსტში. ხო. აი, ის ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც ამოიღეს და ის ისტორიული ფაქტები, რომლებიც ამოიღეს, რომლებიც ზუსტად ვიცით, ახლა შეიძლება კიდე რაღაც ამოიღეს და არ ვიცით, ხო? რამდენად მნიშვნელოვან როლს ატარებს სიტყვაზე ეროვნული თვითშეგნებისთვის, რა? ყველაფერი მნიშვნელოვანია ეროვნული თვითშეგნებისთვის. მე ასე მგონია, ეხა იყო ლაპარაკი, რომ ახლა გრიგოლ ორბელიანი თუ ამოიღეს, ძალიანაც კაი, ან ის ალექსანდრე ჩახო, ეს მიდგომა ხო არის, რომ რაღაცა ვთქვათ გრიგოლ ორბელიანი რუსის გენერალი იყო და ამიტომ ეროვნული თვითშეგნებისთვის არ არის ესე. ჩვენი ისტორია რუსის ჯარში მსახურობაზე ოცნებობდა ნიკოლოზ ბარათაშვილიც და ფიზიკალურ მდგომარეობამ არ შეუწყო ხელი. ხო, აი დავასრულე. ეროვნულ თვითშეგნებას აღვივებს კონტექსტის სწორი მიწოდება. შენ თუ ამ კონტექსტს არ გაითვალისწინებ და იტყვი უბრალოდ რომ ვის რა ეპოლეტი ეკეთა იმის მიხედვით შეაფასო, ყველანი პეტერბურგში სწავლობდნენ, ვინც ქართული ეროვნული იდენტობის გამოღვიძებას შეუწყო ხელი, ხო? იმიტომ რომ ეგ იყო მაშინ შესაძლებლობა. ყველაზე უფრო ახლო და ხელშესახები ევროპული განათლება იყო პეტერბურგში. ანუ რაღაცა ეპოქის კონტექსტები უნდა. ამიტომ მე მგონია რომ ეგ მასალა აბსოლუტურად ყველა ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული თვითშეგნების სწორი რაკურსისთვის. იმიტომ რომ ეხლა ეროვნულ თვითშეგნებად ასაღებენ იმასაც რაღაცა რომ ბაბაიას დაძახებას დათვისთვის და რუსეთთან მეგობრობას და ერთმორწმუნეობას და დიდი ხნის თანამშრომლობის ისტორიას და რაღაც სასწაულები მის სრული გაუთვალისწინებლობა, რომ ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან
დაიწყო რუსეთმა ჩვენი კი, გადატრება. არა, გეთანხმები ამაში, უბრალოდ რისი თქმა მინდოდა ამ შემთხვევაში, რომ არა, ბრაზდები. რის თქმა მინდოდა, რომ სიტყვაზე რა თქმა უნდა გრიგოლ ორბელიანია, მე არ მგონია საერთოდ, რომ ეხლა აი სიტყვაზე მოდი მოღალატეები ავიღოთ, ხა იესე ფალავანდიშვილი ან რავი, ვინ იყო სერგო ორჯონიკიძე ან რავი მე სხვადასხვა ხო მოღალატეებს რა და საქართველოს ისტორიაში ვერ ჩამოუთვლი ყველას. ისტორია ძალიან შესასწავლი არის საქართველოს ისტორია ერთ-ერთი ყველაზე კი, ამაში გეთანხმები. უნდოვანებით მოცული მეცნიერება დღესდღეობით. ეს უბრალოდ ჩანართი რატო გავაკეთე, რომ არსებობს რაღაცა სხვადასხვა პოზიციები, სხვადასხვა მოსაზრებები, მათ შორის იმდენი ხანი იყო საქართველოს ანექსირებული და იმდენი ხანი იყო ოკუპაციის ქვეშ, რომ ბევრი რაღაცა შეიცვალა ისტორიაშიც, ჩაწერილიც და საჭიროა დამატებითი მასალების მოძიება. სადღაც შეიძლება აღმოაჩინო, რომ არ ყოფილა იესე ფალავანდიშვილი მოღალატე. ხო, შეიძლება აღმოაჩინო, რომ არა მხოლოდ იესე ფალავანდიშვილი იყო და კიდევ ვიღაც იყო. კი, მაგაში გეთანხმები. ხო, ანუ რატომ ხეხა არ ვაკონკრეტებ არაფრის, მაგრამ ვიცი ვიღაცები გმირად მიგვაჩნია და შეიძლება არ იყვნენ გმირები და ვიღაცები არ მიგვაჩნია და შეიძლება იყვნენ. ანუ ძალიან რთული სფეროა, უბრალოდ ამისი ზუსტად იმიტოა საჭირო, რომ ეს მასალა იყოს, რომ ამისი კვლევა არ შეჩერდეს. იესე ფალავანდიშვილი იქით, მაგრამ ფილიპე მახარაძეზე მაინც ხვდებით და იმაზე რა ქვია. სერგო ორჯონიკიძეს. ანუ იქით მიმყავდა უბრალოდ საუბარი, რომ მათაც რო რაღაცა ის ქონოდათ. ხა აქ ჩვენ საუბრობთ იმას, რომ ყველაფერს რა თქმა უნდა სკოლაში ვერ ვასწავლით ბავშვებს. ვერც უნივერსიტეტში. რაღაცა არის კლას გარეშე, ეს რო ბრწყალებს კლას გარეშე, ადამიანები რომლებიც თვითონ უნდა გაიგონ. რის თქმა უნდა. არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული და ისტორიული ფაქტები, რომლებზეც ვთანხმდებით, რომ აუცილებლად უნდა იცოდნენ. დგას ერი. ხო, რაზეც დგას და ამას გულისხმობ, ანუ ეს ნაწარმოებები სიტყვაზე ან ისტორიული ფაქტები რომ ამოიღეს, რამდენად ამ კონტექსტში ვთქვი, რამდენად მნიშვნელოვანი ეროვნული იმისთვის, რა ქვია, თვითშეგნებისთვის. რავი, აი ბედნიერი ერი არის თვითკრიტიკული ეროვნული იდეის ჰიმნი. კი ბატონო, ბედნიერი ერის გარეშე როგორ შეიძლება. კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი არის საქართველოს სოფლმხედველობის ერთ-ერთი საუკეთესო განსაზღვრება. კი. რავი, რომელი ერთი ვახსენო ახლა, ნუ აი ძალიან მნიშვნელოვანია. მამათა და შვილთა ომიც კი კარგად წარმოაჩენს თაობათა შორის კონფლიქტის გარდატეხის სიმართლე რო ვთქვა, ყველაზე საინტერესო ხა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მაგ სამიდან ეგ არის სწორედ მამათა და შვილთა ომი, იმიტომ რომ ჩვენი ფასეულობათა ეს არის რა ქვია. არაპატივისცემა. ანუ აქ ხო არა საუბარი იმაზე, რა თქმა უნდა, უფროს თაობასთან და რაღაცა მშობლების თაობასთან, არაპატივისცემის არ გამოჩენაზე ხო არა საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ არსებობს აზრი აქითაც და როგორც სიტყვაზე უფროს თაობა უფროს თაობას სცემს ახალგაზრდა თაობა პატივს, ისე უნდა სცემდეს უფროს თაობაც ახალგაზრდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ორივესია ქვეყანა, ხო? რა თქმა უნდა, ჯერ ერთი ძალიან მკაფიო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ძალიან მწვავე იყოს დაპირისპირება და კულტურული. ზუსტად მაგის თქმა მინდა, ხო? ზუსტად მაგის მაგალითია და ამიტომ არის ყველაზე საინტერესო. ის კი არა, ანუ რაღაცა ვთქვათ, რომ გადავუაროთ ერთმანეთს და კარგი, მოდი მაშინ აი მამათა და შვილთა, ეხა ილია რა თქმა უნდა, ილია ზოგადად ეგეთი ტიპი არის, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიისთვის, ნუ ერის მამას ტყუილა არ ვეძახით, ხო, ამ ადამიანს და უფრო პოლიკარპე კაკაბაძე რო ვახსენო კიდე და ყვარყვარე თუხელბერი, აი შენი აზრით რამდენად არის ყვარყვარე, ნუ ლიტერატურული შედევრია მეთქი გამიჭირდება მაგის თქმა. ნუ ყვარყვარე არის ქართულ კონტექსტში გადმოტანილი და დრამატიზებული ნაცარქექია, ხო? ნაცარქექია ძალიან მიყვარს კი. არა, ნუ ეგ როგორ თქვა, ეგ ფაბულა პრინციპში რაღაც ეგ არქეტიპია აღებული. თუ გახსოვს, ეს ეგრე იწყება, რომ ყვარყვარე რაღაც ბუხართანზის. ანუ არის ეგ. არა, მესმის საცამბო. უბრალოდ რის თქმა მინდა, ნახე, იმიტომაც ვამბობ, ნაცარქექია ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია. ნაცარქექი არის ტექსტი, რომელიც რატომღაც მაინდამაინც აფერისტობაზე გავყავს ხოლმე, მაგრამ არ არის ეგ, როგორ შეიძლება პატარა ქვეყანამ გაიტანოს თავი დიდი ქვეყნის გვერდით.
ოკეი. რა ფორმა, ანუ ეგ ხო რაღაცა ცოტა იგავურად ხალხური ზღაპრები ყველა იგავურად. მაგას მაგ თვალსაზრისით სხვა შორის ეგ არის რას ქვია კაცო, საქართველოს და პატარა და დიდი მასთან დრამატურგიის დაუწერელი კანონია, რომ ოპონენტი, ანტაგონისტი ყოველთვის უნდა იყოს 10 ჯერ უფრო ძლიერი და წარმოუდგენელი უნდა იყოს იმის დამარცხება და მით უფრო საინტერესო ხდება მე სცენარი, თუ კი იმის დამარცხებას ახერხებ. უბრალოდ იმის თქვა მინდოდა, ნაცარქი არის ჩემი საყვარელი პერსონაჟი ზოგადად თელ ლიტერატურაში. ხა. ძალიან მიყვარს და ყვარყვარესთან შედარება ცოტა მეწყინა, მაგრამ არა, რატო კაცო, ანუ ყვარყვარეც ძალიან მიუხედავად იმისა, რომ აი ყვარყვარეობა ესეთ იმათ იქცა სიტყვად, ხო, ტერმინად და რაღაცა კონკრეტული ტიპის ადამიანებს. განსაზღვრავს თვითონ თლიანობაში პოლიკარპე კაკაბაძის ამ პიესის კონტექსტი არის ძალიან საინტერესო ჩვენი რეალობისთვის და ადამიანების არქეტიპების ამოცნობისთვის. კი ბატონო, როგორც ალბათ იქით კიდე რო ვთქვათ კაცია ადამიანი. არა მხოლოდ. ხო, ისევ ილიას სუ არქეტიპული, სუ აი ჩვენი პერსონაჟებია, რომლებიც დღესაც გვხვდება ოთარ ანთქრივიც, კაცი ადამიანიც და რავი, ძალიან მაგარია მაგ პერიოდის პროზა, ძალიან ქართულია რა. ამას ვამბობდი, სხვათა შორის ძალიან ბევრი მაგდანა გვყავს დღეს. კი ბატონო, მაგდანა. იმიტომ რომ რეალურად გუშინ გეუბნებოდი ზუსტად რომ ვუყურებ საჯარო მოხელეების იქნება თუ სხვა ადამიანების ამ გამიჯვნას სამთავრობო რიტორიკისგან 70-80% ხელის მომწერი არის ქალი. ვუყურებ აქციებს ისე რა ქვია, ბარიკადებთან და წინა პლანზე და რობოკოპებთან 70-80% არის ქალი. ამიტომ ძალიან ბევრი მაგდანა არის და დიდი პატივისცემა მართლა, იმიტომ რომ არ ვიცი, ხო, ეს პოდ გადავუხვიე ცოტა. ჯორჯია ქალის სახელი, ხო იცი? ჯორჯია. ო, ჩვეულებრივი ქალის სახელი. კარგი, მივიდეთ მაშინ დასასრულამდე. მადლობა სანდრო სტუმრობისთვის. პირიქით, გზას დავულოცავ გაგრელის პოდკასტს. მგონია რომ ძალიან საინტერესო თემების გაშლა შეგიძლია, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თვალსაზრისი გაქვს ხოლმე ყოველთვის და დიდი სიამოვნებით უკვე შენს არხს ასიკა რო ექნება, ასიკა სპეციალში მე მომიწვია. ასიკა სპეციალში მოგიწევ შენ კი. იმას ჩამოვკიდებ, თან კიდე რომ ჩამოვა YouTube-იდან. და დაგემშვიდობებით, მეგობრებო, მალე იქნება შემდეგი ეპიზოდიც.